ხობელები ახალი წლისთვის განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან. პრობლემების მიუხედავად სანახებო სუფრას მაინც გაშლიან, ალბათ იმიტომ, რომ ოჯახს სიუხვე მთელი წელი გაჰყვეს. თუმცა სახალხო სუფრა მაინც ინდივიდუალურია და ადამიანების ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. მოიმატა თუ არა წინა სახალხო ფასებმა და რა დაждდება სუფრის გაშლა, ამ კითხვების გასარკვევად ხობში არსებულ სავაჭრო ობიექტებს ვესტუმრეთ. რა ღირს ყველი? 14 ლარი. და სახალხოდ გაძვირდა თუ არა ყველი? ეხლა მოიმატა კი. დაახლოებით რამდენი? 1 ლარი მოიწევს. მიგოზი რა ღირს? 25 ლარი. და მოიმატა თუ არა კი მომატებულია, მანამდე 20 იყო. მადლობა. კვერცხი რა ღირს? კვერცხი 30 თეთრი გენაცნო. მგონი აღარ მოუმატნია ჯერ ფასი, ხო? არა. და ჭყინტი ყველი რა ღირს? ჭყინტი ყველი 10 ლარი. 10 ლარი. მოიმატა თუ არა ფასი? მოიმატა, საგრძნობლად მოიმატა ყველაფერი. ყველაფერს ფასმა ძირი. და თქვენი სახალხო სუფრა რა ჯდება, რა ღირს სახალხო სუფრას დაწვა? თუ გაქო 100 ლარი არ გიყობა ერთი 400 ლარამდე მივა. ნიგოზი ჩვენთან 25 ლარი თუ არ თბილისში 30 ლარი არის. რა ღირს სახალხო ფიერვერკი? 7 ლარი. ეს გასულ წელთან შედარებით მომატებულია თუ იგივე ფასი დაიწყო? თითქმის იგივე. თითქმის იგივე. მიუხედავად იმისა, ბათუმში დაიწყო, მაგრამ მაინც შემორჩა. არ ნახე ვარი. ხმელი რა ღირს? ისი. და მოიმატა თუ არა გასულ წელთან შედარებით წელს ფასმა? არა, ამაზე უთო იაფად არც წარსან გარკვეულია. მოიმატა თუ არა ყავის ფასმა? არა? მოიმატა. და მაინც რამდენი? არა, 1000. პოლის ფულზე მოიმატა 1 ლარით. ხალხო ემატება თუ არა თქვენთან? არა. არ მოხდებს ახალგაზრდა ფასი. მე 3 წელია საქმეზე მუშაობ და სულ ერთი და იგივე ფასი. ხალხო მოიმატა თუ არა ფასებმა? მომატებულია. ერთი რაზე მოიმატა ბაბუა? რა ვიცი რატომ მე 14 ლარი რა ვიცი. თქვენ რამდენი გეხარჯებათ ფული? საახალწლო სუფრის გასაწყობად? საარი სახარჯო არაფერი არ არის. უნდა ვისეს წესხი უნდა გამოვიტანა 45 ლარი მას მე თორიგვარ. მადლობა. რა გინდა მე? დიდი მადლობა. აგეცვენი არის ესეც? შოკოლადი მომწაფრა შე. კაკიდა თუ ასაჯონე რომელი გინდა? ის მომწი. ჯობათ. გაძვირდა თუ არა საახალწლო ფასები? რა ვიცი მართალი რო გითხრათ ცოტათი გაძვირდა ცოტათი. და თქვენ რა გიждდება საახალწლო სუფრა? გაჩნია ახლა სტანდარტულობებით და თუ ოჯახში ბევრი ვართ, რა თქმა უნდა, ბევრი გიждდება და შეძლებს და გვარად ყველანაირად მობილიზებული ვართ. ახლა გვაინტერესებს. სადღაც 350 ლარი. მადლობა. რა ღირს ჩიჩილაკები? გაჩნია რა ვიცი. ესა? ლარიანია. და გასულ წელთან შედარებით მოიმატა ფასი? არა, იგივეა, იგივეა. ჯიბა თუ არა საახალწლო სუფრა? ხოლმე არ გაძვირებულა, ხოლმე დავსავალია, რა ვიცი, ხოთოლა სულ მოიმატა. ეს განსაკუთრებით რაზე მოიმატა ფასები? განსაკუთრებით მოიმატა ფასები იგოზე. აი და მე დავუყე ხათანია, რიზაკია მომატებულია. თქვენ რა გიждდება საახალწლო სუფრა? ხო, სუფრა. შეიძლება არ გაძლებული დასწორდა და იმაზე და ვერ გეტყვი. საშუალო გაიგებს. აი, საშუალო. კაცი დაждდება ზემოზე, ფასა უნდა მოდაძრა. ჩემი სახალხო სუფრა რა დაждდება რა გულშია და დაუждდება 100. 30-40 ლარი დაждდება. და განსაკუთრებით აი რისი შეძენაც კიდე და რას ვერ შეიძენთ, რას ვერ გაჭდება თქვენი თანხა? ჩემი თანხა ვერ გაჭდა გოჭი რო იყიდო სახალხო უნდა გოჭი. ინდოვიდა ისინი კი საცილეს გოჭი უნდა. გამარჯობა. სახალხო გაყიდეთ შეძენას ნამცხვრის და რა არის თქვენი ნამცხვრი? 15-დან იწყებოდი. და მოიმატა თუ არა ფასებმა? ჯერჯერობით. და როდებით მომატება სონი იგივე დარჩა. ეს დიდი ნამცხვარი რა არის? 15. ეს პატარა? არებია. რომელი უფრო იყიდება სახალხო თქვენი? 10-იანების შეგვიძლია 10 იქნება და როდი მოიმატა თუ არა სახალხო ყავის ფასი? იგივე ბუნდება. ამრავალ ახალწლს დაესწარი. მოიმატა თუ არა ყავის ფასმა საახალწლო?
მოიმატა კი არა, გაორმაგდა სასწრაფო გაორმაგდა. ეს ახალ წელს იმოქმედებს. როგორი თაიგულები მიაქცა ახალ წელს და მიაქცეთ თუ არა საერთოდ ყვავილების საჩუქრად? როგორ არის? მიაქცეთ, როგორ არის? მაინც როგორი თაიგულები? აი საჩუქრად დაბადების დღისთვის საახალწლო გოჭი ინდაური ქათამი ნიგოზი სულუგუნი ნამცხვარი და ხილი თუ ამას დაუმატებთ ტკბილ და ალკოჰოლურ სასმელებს დღეს მდგომარებით საახალწლო სუფრა საშუალოდ 290-300 ლარი ჯდება.